გამარჯობა კიდევ ერთი ეპიზოდი IFC Global-ის YouTube არხზე. წინა ეპიზოდში ჩვენ ვისაუბრეთ ცოტნე სულთანიშვილთან, ბექა ღვინიაშვილთან და ორგანიზაციის პრეზიდენტთან გოჩა სმოიანთან ერთად. დღევანდელ ეპიზოდში კი ჩვენთან სტუმრად არიან ლევან მაყაშვილი, პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ში იბრძოლა, ქართული დროშა აფრიალა, ლაშა მესხი დინამიტი, რომელიც აფეთქდა, ასე შეგვიძლია თქვა, შენი შერქმეული სახელი აფეთქდა ლაშა და სამკვირაში დათანხმდა ჩხუბს და 4 აპრილს კიდევ ერთხელ აფეთქდება დინამიტი სპორტის სასახლეში და ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი, მატჩმეიკერების გუნდის, ასე რომ ვთქვა, თიმის უფროსი მიშა მესხი არის ჩვენთან ერთად, ვაკო ყიფიანი, IFC Global-ის მენეჯერი. სასიამოვნოა პირველის ყოვლისა, რომ თქვენ გხედავთ და თქვენთან ერთად მიწევს დღევანდელი, ასე რომ ვთქვათ, პოდკასტის გაზიარება. ლევან, ძალიან დიდი პაუზის შემდეგ ბრუნდები სამშობლოში. 15 წელია საქართველოში შენ ჩხუბი არ ჩაგიტარებია. ამ 15 წლის განმავლობაში იყო უამრავი თავგადასავალი და უპირველეს ყოვლისა ის, რაც შეიძლება დღეს ყველა მიცის და დღეს ყველა მიცის ქართველი მებრძოლები UFC-ში, მაგრამ შენ იყავი პირველი და ესე ვთქვათ, პიონერი, რომელმაც გზა გაჭერი ამერიკისკენ და UFC-სკენ. რა გრძნობაა უპირველეს ყოვლისა ის, რომ სამშობლოში ბრუნდები ამდენი ხნის შემდეგ და მით უმეტეს გაქვს სატიტულო ბრძოლა და რა, ასე რომ ვთქვათ, პასუხისმგებლობას ძენს ეს ყველაფერი შენს ჩხუბს. მოგესალმებით პირველ რიგში ყველას. პასუხისმგებლობა დიდია ხა რაღაცნაირად ვარ, რა თქმა უნდა. მეტი პასუხისმგებლობა მაქვს და მეტად მაგრად ვარჯიშობ, აი იმაზე მეტად თუ იმის წინ ვარჯიშობდი რა და იდეალურ ფორმაში ვარ. ხა ვინ ჩემთან ვარჯიშობს ყველა მიცის, ძალიან მაგარ ფორმაში ვარ. აი 22 წლის ბიჭივით ვარ, ასე ვთქვათ რა და საინტერესოა. მე წინა ჩხუბზე თქვი და შენ წინა ინტერვიუზე კაროჩ ბევრს დავაძინებ რა. აი პირდაპირ გეუნები ძალიან ბევრს დავაძინებ. ანუ მზად ხარ ყველა. ძალიან ბევრი სიახლე გვექნება და აგერ ჯერ ეხლა 4 აპრილს გამოჩდება IFC სატიტულო ბრძოლას, რა თქმა უნდა, კამარს დავტოვებ საქართველოში და დიდი გეგმები გვაქვს რა. პასუხისმგებლობა როგორია, როცა ვთქვათ, ანუ ქართული აუდიტორიის წინაშე ბრუნდები და ნუ არის ხო თუ არა ცოტა ნერვიულობა, მაინც რომ აი ქართულ კომოგთან გიწევს შეხვედრა ამ ხელა პაუზის მერე. პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ძალიან დიდია, ეხლა ძალიან იმიტომ რომ ამდენ საქართველოში ჩემ ხალხი მიყურებს და ამ ხელა რაღაცა განცდა არის, მაგრამ სიმართლე გითხრათ რაღაცას ნერვიულობდი რაღაც რა პირიქით, აი უფრო რაღაც მოტივირებული ვარ და უფრო აი ძალიან მონდომებული ვარ რა და წაგებისუფლება არ გაქვს. წაგებისუფლება კი საერთოდ არაფრის უფლება არ აქვს და დავამტკიცებ ძალიან ბევრ ამის რა. აი პირობას გაძლევ. საინტერესოა, ნამდვილად მაგარი ჩხუბი გველოდება სატიტულო ბრძოლაში, როგორც გითხარით, ორი სატიტულო ბრძოლაა, ცოტნე სულთანიშვილი ხუსნიდინ ტურაევის წინააღმდეგ, ტაჯიკი მებრძოლის, ხოლო ლევან მაყაშვილი ბრაზილიელი ლიალის წინააღმდეგ იჩხუბებს და იცდება 71 კილოგრამში ქამრის დატოვებას. რაც შეეხება ლაშა მესხს, 70-ში უკაცრავად ბოდიში, 70-ში ეს ძალიან დავაკელი, ეთერამდე რაღაცაზე ვსაუბრობთ პირიქით. 71-ში 71-ად თუ ჩავა. რაც შეეხება ლაშა მესხს, ლაშა მესხი YouTube მაყურებელმა ისედაც იცოდა, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდი აუდიტორია ყავს სოციალურ ქსელში, მაგრამ ფართო მასებმა შეიძლება ითქვას, მაინც გაგიცნო რკენა 2-დან, სადაც მანსუროვთან 20 წამში მოახერხე ბრძოლის მოგება და საკმაოდ მალე შედგა ჩვენი კონტაქტი, მალე შევთანხმდით ყველა პირობაზე, იქიდან გამომდინარე რომ ზიანი არანაირი არ მიგიღია, ზოგადად როგორ შეაფასებ შენს მზადებას პირველი პროფესიონალური ჩხუბისთვის, უკვე მეორე პროფესიონალური ბრძოლისთვისაც, იქიდან გამომდინარე რომ შენ მანამდე გქონდა, როგორც ვიცი, ამერიკაში სამოყვარულო ჩხუბები ჩატარებული და სამივე ბრძოლა მოგებული გქონდა. კი. პირველ რიგში მივესალმები ჩვენს მაყურებელს და რაც შეეხება მოსამზადებელ კემპზე, რკენას ოქტაგონზე თქვი გამარჯვების შემდეგ, მოსამზადებელი კემპი გავიარე საქართველოში, ჩემპიონთა აკადემიაში, სხვათა შორის ლევან მაყაშვილთან ერთად და რავი, მაგარი გრეპრერიას. მადლობა. ხო და ანუ ძალიან კარგად ჩაიარა კემპმა, იანვრიდან მოყოლებული საბრძოლო კემპში ვარ და რაღაც ეს 20 წამში რომ ჩაიარა ჩემმა ბრძოლამ ამ ხელა არენაზე. ცოტა რა თქმა უნდა რაჯობია მოგებას და თან რაღაც უტრაუმოდ გამარჯვებას, მაგრამ მაინც არ მეყო და კარგ ფორმაში ვარ და გადავწყვიტე მორიგი ბრძოლის ჩატარება ამჯერად IFC-ზე. განწყობა მაქვს ძალიან კარგი, მომზადება კვლავ მიდის, ყოველდღე ვარჯიშობ და რავი,
ამჯერად მაყურებელს პირდები ნოკაუტს, სხვათა შორის კენაზე დავპირდი საბმიშენს, არ ყოფილა კენაზე საბმიშენი და ვიყავი პირველი მის გააკეთა საბმიშენი, ეხლა კი ვპირდები IFC-ზე ნოკაუტს. საინტერესოა, იქნება თუ არა ყველაზე სწრაფი ნოკაუტი, ეს იქნება ერთგვარი ჩელენჯი შენთვის, მაშინ ვნახავთ, რა თქმა უნდა, შენ ბრძოლას. ერთი ასეთი რაღაც მინდა გკითხო, პირველი ბრძოლის მერე შენს მიმართ კიდევ უფრო მეტად არის ინტერესი გაზრდილი და ელოდი თუ არა ამ ხელას სიყვარულს ქართველი კომაგისგან. აი სხვათა შორის როგორც ლევანს კითხე, ჩემთვისაც რაღაც პასუხისმგებლობა იყო, იმიტომ რომ ამერიკაში დავიწყო ზოგადად MMA-ზე ვარჯიში, არ ყოფილ ვარ დიდ სცენაზე სპორტში, ვიყავი რა თქმა უნდა ძიუდოისტი, მაგრამ დიდ სცენაზე არასდროს გამოსულ ვარ, მით უმეტეს MMA-ში და სამი სამოყვარულო ბრძოლა მქონდა ამერიკაში, რასაც მქონდა გარკვეული გამოხმაურებები, მაგრამ ამ ხელა სცენაზე და ამდენი აუდიტორიის წინაშე პირველად წავსდექი და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დიდი პასუხისმგებლობაა. მაგრამ და მალევე გელის სამკვირაში მეორე გამოსდა ისევ მაგრამ ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, არანაირი რაღაც სტრესი და ნერვიულობა არ მქონია ბრძოლაზე და აი დაჟე ვიტყოდი რომ სიამოვნებით ვიბრძოლებდი უფრო სანახაობრივ ბრძოლას, რავი, გაცვლები, დგომი, რადგან ხოლოდ გრეპლერი არ ვარ, ვფიქრობ რომ სტრაიკინგიც გარკვეულ დონეზე კარგად მაქვს, თეიქდაუნებიც და მინდა რომ ხალხს ვაჩვენო თუ რა შემიძლია რეალურად. შესაბამისად შენ კითხვას პასუხს გავცემ, რომ ველოდი რა თქმა უნდა რომ ხალხის გამოხმაურება დიდი იქნებოდა, იქიდან გამომდინარე რომ ბევრ გამჩავნო ვარ სოცქსელებში, ასე ვარ მოგეხსენებათ მერავდვალიშვილის გუნდელი, ვცხოვრობ ლას-ვეგასში, ინტერესი არის, კარიერა შედგა უკვე, პროფესიონალური დებიუტი წარმატებით ჩაიარა 1-0-ზე, იმედია მალე 2-0-ზე გავხდები და რაც უფრო მეტ გამარჯვებას დავაგროვებ, ლას-ვეგასში ვცხოვრობ და დაუცდი ჩემს UFC-ს კონტრაქტს. საკმაოდ კარგი ამბავია და ჩვენც რა თქმა უნდა გაგვიხარდება თუ აი ამ UFC-სკენ მიმავალ გზაზე ჩვენი ორგანიზაციაც პატარა წვლილს შეიტანს. მიშა მესხთან გადავალ, მიშა კარდი არის მართლა ძალიან კარგი, არა იმიტომ რომ არის შენი გაკეთებული და შენი აწყობილი და ესე გაკეთე, უბრალოდ მართლა ძალიან მაგარმა მებრძოლებმა მოიყარეს თავი, როგორც ქართველებმა, ასევე საკმაოდ ძლიერი უზბეკი მებრძოლები ჩამოდიან ამ ქარდზე. ზოგადად ქარდს როგორ შეაფასებდი და რა მოლოდინი უნდა კონდეს ქართველ მაყურებელს აი ამ 10 ბრძოლისგან. მოგესალმებით. პირველ რიგში, მინდა ორგანიზაციაზე ვთქვა ორიოდე სიტყვა. IFC მესამე ჩაატარებს 4 აპრილს სპორტის სასახლეში ღონისძიებას. ამას ძალიან დიდი შრომა დასჭირდა ამ ყველაფერს, ბევრი წინააღმდეგობების მიუხედავად, ჩვენი ყველა ღონისძიება საქართველოში, თბილისში რაც ჩატარდა ყველა სპორტის სასახლეში და დამეთანხმება ყველა, ვინც ამ სპორტში ერკვევა და ზოგადად ის MMA, ძალიან რთული ამ ხელა მასშტაბებთან შერკინება. პატარა გუნდი ვართ, მაგრამ ძალიან დიდ სამუშაოს ვასრულებთ. წინა ივენთი გერმანიაში ჩავატარეთ, ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, ესე რომ ვთქვათ. IFC გლობალი გავა კიდე საზღვარგარეთ, ჩავატარეთ ძალიან კარგ ტურნირებს, შეჯიბრებებს. რაც შეეხება ქარდსაც შევაფასებ ერთ-ერთ საუკეთესოდ, იქიდან გამომდინარე, რომ პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ლევან მაყაშვილის ის აქ და არ შეიძლება ამ კაცი არ ვილაპარაკოთ. ეს კაცი ოქროს ასოებით წერია ქართულ MMA-ის ისტორიაში, იმიტომ რომ პირველმა შეაღო UFC-ს ოქტაგონის კარები და მაშინ არავინ არ იცოდა კიდე ეს სპორტი, UFC სპორტის სახეობა იგონა ხალხს, როცა ლევანი ამერიკაში ჩხუბობდა. ლევანიმ გაუყვალა ხალხს გზა დღეს, ყავს საამაყო ქართველები, სხვათა შორის მერაბი და ლევანი ერთად ვარჯიშობდნენ წლების განმავლობაში. მერაბი დღეს ჩემპიონია მაინც მე ესე ვიტყოდი. ლევანი დავიწყებ მთავარ ბრძოლას იჩხუბეს ბრაზილიელ ლეალ ნეტოსთან, რომელიც საკმაოდ კარგი გრეპლერია, MMA-ის რეკორდი ესე რომ ვთქვა, ძალიან სასწაული არ აქვს, 6 მოგება და 4 წაგება აქვს, მაგრამ გრეპლინგში საკმაოდ გამოცდილი მებრძოლია, კარგი მოჭიდავია, ესე რომ ვთქვა. კარგ ბრძოლას ველოდები, სანახაობრივი ბრძოლა იქნება. მანამდე კომეინ ივენტს იჩხუბებს ცოტნე სულთანიშვილი, რომელსაც ეყოლება საკმაოდ რთული მოწინააღმდეგე. ხუსნიდინ ტურაევი ქართველმა მაყურებელმა კარგად უნდა იცოდეს, იმიტომ რომ ვეფხო ჭინჭარაულს მოუგო. ვეფხო ჭინჭარაული კიდე არ არის ცუდი სპორტსმენი, ცუდი კი არა და არის ძალიან მაგარი სპორტსმენი, ესე ვიტყოდი, მაგ დღეს რა ვიცი არ წაუვიდა ალბათ, ან ტურაევია საკმაოდ ძლიერი და
ცოტნეს კარგი რთული ბრძოლა ელოდება, მე ესე ვფიქრობ და ღირსეული ჩემპიონი ეყოლება, არა აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა, ეხლა როგორც ქართველი გულშემატკივრობ ცოტნეს, მაგრამ ორივე ძალიან მაგარი სპორტსმენია. მინდა ვისაუბრო ასევე უზბეკ სპორტსმენებზე, რომლებიც საკმაოდ დიდი რეკორდებით არიან წარმოდგენილი. ხუმუიუნ ტუხტამურადოვი არის უზბეკეთიდან ერთ-ერთი ესე ვიტყოდი პროსპექტი, რომელსაც მთელი ქვეყანა ელოდება, რომ ხვალდაზე მოხდება UFC-ში. LFA-სთან აქვს კონტრაქტი გაფორმებული ამერიკაში და მაგრამ ხელს არ უშლის რომ UFC-ში იჩხუბოს ეს კონტრაქტი, მაგასაც ვიტყვი. იქ იჩხუბებს კიდე მანსურ ტურგიზბაევი, საკმაოდ ცნობილი მებრძოლია. მინდა ვთქვა აღნიშნო, რომ ნოდარ კუდუხაშვილი დაბრუნდება ჩვენ ქართზე თბილისში, რომელმაც სატიტულო ბრძოლა წააგო ჯონას ბოენოსთან. მგონი IFC 21-ზე თუ სწორად მახსოვს ვაყო IFC 21-ზე. არა IFC 20-ზე იყო, იმიტომ რომ IFC 20-ზე იყო რამდენიმე სატიტულო ბრძოლა და დაბრუნდება ეხა ნოდარი. ასევე იჩხუბებს კიდე ესე ვიტყოდი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მებრძოლი გიორგი ეგნატაშვილი, რომელსაც მე პირადად ვხედავ, რომ გიორგის აქ ყველა უნარი იჩხუბოს მაღალ დონეზე. ყველა მებრძოლის მიზანი ახლა დამწყებების აგერლაშაც აქ არის ლევანის მოვლილი აქ UFC. ყველა დამწყები მებრძოლის ოცნებაა UFC, ახლა რა თქმა უნდა. ყველას იქით უნდა. ეგნატაშვილს ხედავ უკვე, რომ ყველანაირად აკმაყოფილებს ყველაფერს, რომ გიორგი მიჩხუბოს UFC-ს დონეზე. ესეთი სპორტსმენები, როცა ჩხუბობენ ქარდზე, როცა აქვთ 9 მოგება, ნოდარს აქვს 22 მოგება, ლევანი არის 21 მოგებით, ისე რა ქვია, გამახსენე ეს უზბეკი რო ყავს, ტიხტომურადოვი 17 მოგება აქვს, არა, სწორად მახსოვს. ასეთი ბომბერასი რეკორდებით, როცა ჩხუბობენ ქარდზე, ნუ რაღა უნდა ვთქვათ, ეხლა ქართველ მაყურებელს ისღა დარჩენია წავიდნენ ან ონლაინ ბილეთები ჯიზე შეიძინონ ბილეთები, იმიტომ რომ ძალიან ცოტა არის და ყავს დინამიტი კიდე. და ყავს დინამიტი, რა თქმა უნდა, დინამიტი ის გადარჩენიათ რომ შეიძინონ ბილეთები და მოვიდნენ და ისიამონონ. ძალიან კარგი საღამო იქნება, ყველას პირდებით რომ დაძაბული ბრძოლები იქნება, სანახაობრივი და იმედი გვაქვს რომ სპორტის სასახლეს შევძლებთ და გავავსებთ. ნამდვილად კარგი იქნება, ჩვენ როგორც ვთქვით, არიან გამოცდილი მებრძოლები, ლაშასაც, ნუ ამერიკაში საკმაოდ რთულია პროფესიონალური ბრძოლების ჩატარება, როგორც ვიცი და სამოყვარულო ბრძოლები ჰქონდა და როგორც წეგან აღნიშნეთ, ჩვენთვისაც ნუ ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ნებისმიერ ქართველს, ანუ აქ არ არის ჩვენი ორგანიზაციის კარი ყოველთვის ღიაა და ნებისმიერ ქართველს დავეხმაროთ აი UFC-სკენ მიმავალ გზაზე. ესეც რომ ლაშამაც წავიდა ამ ვაბანკზე, აიღო სამკვირაში ბრძოლა კიდევ ერთხელ წონის კლებაზე, უნდა იმუშაოს და რაღაც, არის ძალიან დიდი ნაბიჯი მართლა და ამას როგორც ორგანიზაცია დარწმუნებული ვარ, მაყურებელიც კარგად დააფასებს უკვე 4 აპრილს. რაც შეეხება შემდეგ კითხვას, ლევანთან მექნება ეს კითხვა, ლევან მართლა უდიდეს ორგანიზაციაში გაქვს ბრძოლები ჩატარებული და ყველაზე ისეთი რთული მეტოქე რომ გაიხსენო და რომ შეადარო თქვათ აი სამი ისეთი ბრძოლა რომელიც შენ კარიერაში იყო განსაკუთრებული და ალბათ ნუ ეს ბრძოლაც შეიძლება შენ კარიერაში განსაკუთრებული გახდეს იმიტომ რომ ხამარზეა. რას გვიტყვი აი სამი ბრძოლა რომ გაიხსენო ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი რომელიც შენ ჩატარებული გაქვს კარიერაში. რავი პირველი ალბათ მირზაევი. ძალიან მაგარ ფორმაში იყო ახლა მაშინ მე რო ვეჩხუბე 18-9-ზე იყო და ძალიან ძემე დარწმუნების ჰქონდა ახლა ჩემ დროს როცა გეუბნა აი მე ძალიან პიკში ვიყავი მაშინა ძალიან მაგარ ფორმაში ვიყავი და просто გავტეხე რა თორე აი ან მაგ ადამიანთან იმ დროს მე როცა ვიჩხუბე ან წნეხით ან გამძლეობაზე ზედმეტი იყო საუბარი გიჟური გამძლეობა ну ალბათ ერთი ეგ იყო მეორეს კიდე ვიტყვი რომ აი ყველაზე ძალიან ვისაც გამიჭიდა და აი ვისაც ძალიან ძემე დარწმუნები ჰქონდა მიშა შენ კი ის ალბათ ინგლისელი ჯეკ მაგნი აი რაღაცნაირად გამიჭირდა მაგასთან აი რომ აი აფარებულ ხერში რომ იმაში ბლოკავდი აი მაზაზარებდა ძმა ერთი ეგ და მესამე ვინ რა აი ყველა ისეთი რთული ჩხუბი მქონდა ეხლა აი არ ვიცი UFC-ს მოგება ალბათ რა
არა, სხვათა შორის CFC-ის მოგებას არ ვიტყვი ძალიან ჩემი რთული. მაგარ ფორმაში ვიყავი და გადაუვარი, კაი თქვა, მაგრამ აი რთულ ჩხუბზეა თუ არის საუბარი, აი ჰაკმენ დიაზის რთული იყო, მაშინ 22-1-ზე იყო ეს ბიჭის რეკორდით რა. მე რომ მე-9 ნომერი იყო, მე რომ პირველი ხომ მქონდა იმასთან, ლენსთან. ლენსი იყო მე-5, ეგრევე ტოპ 5-ში ხვდებოდი, მე რომ მაშინ ლენსისთვის მომეგო. წონა რობერტ ჩააბარა. და მაშინ ჰაკმენ დიაზი იყო, რაღაც მე-9 ნომერი არ მახსოვს რა. მაგასთან თან მაშინ რომ მომწამეს იქ ხო ავიღე. ან ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩხუბი ეგეც იყო რა. საკმაოდ საინტერესოა და გველოდება ალბათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როგორც თქვით. ეხლა არ ვიცი რამდენად სატიტულო არ რთული არ მგონია შეიძლება პარტიოდაც მოიგო, მაგრამ სატიტულო მნიშვნელობით ისეთი ერთადერთი აი რაც მაფიქრებს ალბათ უფრო აი ეხლა რამდენი წელია თავიდან რო სპორტი დავიწყე, მაშინ საქართველოს ჩემპიონატზე რო ვიჩხუბეთ რაღაცა ასე ვთქვა დებიუტი ვიყავი მაშინ, ხო? ხო და ეხლა პროსტა წარდგენა ეხლა ამდენ ქართულ ამ შენ ერში რამდენად ემოციური იქნება ეგ ხო შენ ხალხი ეხლა რინგზე შესვლა კი გამოსტილი ვარ და ეხლა ვაკონტროლებ ჩვეულებრივად ეხლა შემიძლია გავიჩუსტო არ მაგრამ არის ძალიან დიდი პასუხისგებლობა მაინც იმიტომ რომ შენებთან ხარ რა შენ ხალხში ხარ და სხვანაირია ეხლა ჩემთვის მაგალითად ეს ვფიქრობ ეხლა რა და მეტი პასუხისგებლობა და მეტი მომეთხოვება ალბათ ეხლა ამ ჩხუბისთვის და დარწმუნებული ვარ დავაკმაყოფილებ ყველანაირ მოთხოვნას და უნდა დავაძინო რა სხვა გზა არ არის. ნახავთ ამ ყველაფერს 4 აპრილს. ლაშა, შენ ყოფილი ძიუდოისტი ხარ, ძიუდოს საკმაოდ კარგი ბაზა გაქვს. რას ნიშნავს შენთვის მაგალითად იგივე ოქტაგონის გაზიარება რა თქმა უნდა თვითონ ლევან მაყაშვილთან, მაგრამ სპორტიდან გამომდინარე ბექა ღვინიაშვილთან, იმიტომ რომ შენ როცა ალბათ პატარა იყავი და იწყებდი ძიუდოს კარიერას, ბექა იმ მომენტში ალბათ ერთი 10 წლის წინ პრაიმში იყო და მართლა ოლიმპიადაზე ასპარეზობა, ევროპის ჩემპიონობა, მსოფლიოს გუნდური და ბევრი ტიტული ჰქონდა მოგებული და რას ნიშნავს შენთვის ვთქვათ ერთსა და იმავე საღამოს ბექა ღვინიაშვილთან იგივე ლევან მაყაშვილთან ოქტაგონის გაზიარება. კი, მაგაზე ისედაც ვაპირებდი თქმას და მაგ თემაზე მინდოდა გამახვილება. არ დაგიმალავ, არ დავკონკრეტდები, მაგრამ არ დაგიმალავ, რომ სხვა ქართულ ორგანიზაციებსაც შემოუთავაზებიათ აქამდე ჩემთვის საქართველოში ბრძოლები და ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შემოუთავაზა ამ რკენას შემდეგ, რომელიც ახლო მომავალში ტარდება, მაგრამ IFC-ზე ჩემი ბრძოლის შედგენაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმან, რომ ამ ქარდზე ბრძოლობენ ლევან მაყაშვილი და ბექა ღვინიაშვილი. რატომ? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჯერ ახალგაზრდა ვარ მე თვითონ და იმ ქარდზე ჩხუბი სადაც ბრძოლობს პირველი ქართველი UFC-ის მებრძოლი ნიშნავს ჩემთვის ძალიან ბევრს და ძალიან დიდ мотиваციას მაძლევს და ბექა ღვინიაშვილი რა თქმა უნდა მე როდესაც ძიუდოზე ვარჯიშობდი იყო 2013, 14, 15 წლები, მაშინ ბექა იყო კარიერის პიკში 2017-ში, 18-შიც, დაახლოებით 2019 წლამდე ვარჯიშობდი ძიუდოს და ძალიან ბევრს ნიშნავს რომ მე და ბექა ამ ქარდზე ერთად ვიბრძოლებთ და ყველაფერს აღვიქვავ ზოგადად შესაძლებლობად რა საქართველოში ისო ჩამოვედი იანვარში ჩამოვედი ერთი კვირით პატარა ხელბარგით რაღაც საქმეზე მერაბ დვალიშვილთან ერთად დამირეკეს შემოთავაზეს რკენაზე ბრძოლა დავთანხმდი რადგან ეს იყო ჩემთვის შესაძლებლობა ასევე IFC-ზე ეს არის ჩემთვის შესაძლებლობა რომ ვბრძოლობ ლევან მაყაშვილთან ერთად და ბექა ღვინიაშვილთან ერთად ერთ ქარდზე და ზოგადად რავი ვფიქრობ რომ ამბიცია მაქვს, მიზანი მაქვს და ყველაფერს ვუდგები ბოლომდე რა და ჩემთვის ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი. საკმაოდ საინტერესო პასუხია და დიდი იმედი მაქვს რომ როგორც წეგან გითხარი ჩვენც მცირე წვლილს შევიტანთ აი დიდ გზაზე. ზოგადად ძალიან ბევრი ორგანიზაციაც გამოჩნდა, ბევრი ორგანიზაცია აკეთებს ბრძოლებს და თავმაც შემიძლია თქვა რომ აი 5-6 ისეთი კარგი ბრძოლის გახსენება შეიძლება IFC ისტორიაში რომელიც იყო მართლა დაუნდობელი თავის კამბექებით, თავის ვიტყოდი რომ ორგანიზაცია ვართ ჩვენ IFC ისეთი, სადაც ყველა ქართველი ვერასდროს ვერ იგებს. პირდაპირ ვიძახი გადახედვა ჩვენ ივენტებს და ნახავენ რომ 1, 2 ან 3 ქართველი მაინც. იმიტომ რომ კონკურენტული ბრძოლებია და არის ჩვენ სხვას, მაგრამ ორგანიზაციის ინტერესითაც ისე არის ხოლმე რომ საინტერესოა რომ იყოს თანაბარი რა თქმა უნდა. ასევე კარგი ბრძოლები. ლევან, კარდი შენ რამდენად მოგწონს? აი ბოდიში შეგაწყვეტინე 2 უცხოელი ჩემპიონი ყავს
მოქმედი ხამადგუნაევი გამოდის საქართველოს სახელით, მაგრამ ჩეჩენია წარმოშობით და ჟონას ბოენო და აქ ყველაფერი ნათელია და ყველაფერი ფაქტებია, რომ საქართველოს ორგანიზაცია, რომელიც სულ რამდენი ჩემპიონი ყავს, ხო? 70-ში აღარ არის ჩემპიონი. ორი მოქმედი ჩემპიონი ყავს. გუნაევი და 93-ში. ორი მოქმედი ჩემპიონი ყავს, ორივე უცხოელი. ანუ ქართულ ორგანიზაციას ნახევრად ქართულს, გერმანულ ქართულ ორგანიზაციას, ქართული ჩემპიონი ამ ეტაპისთვის არ ყავს. 4 აპრილს შეიცვლება. კი, 4 აპრილს ყველაფერი ძალარდება. იმედი მაქვს, ნახოთ, კარგი ჩხუბები იქნება. ნამდვილად ან 2-2-ზე ბალანსი გვინდა. ქართულ გულშემატკივარს ნამდვილად უნდა რომ გახდეს 2-2-ზე ბალანსი. ლევან, შენ როგორ შეაფასებ თვითონ ქართს? როგორც აღვნიშნეთ, უმეტესობა ქართულ მებრძოლს იცნობდა. პლუს ამას რას დაელოდოს კომაგი ბოლოს იტყვა რომ დაგვიტოვა და იგივე სვეტყვი ლაშასაც. ახლა მიშამაც ისაუბრა. რა მე ფიქრობ, რომ რა ვიცი, ახლა ესეთი კარდი მე დიდი ხანი არ მინახიებს. პირდაპირ ვიდა. განა იმიტომ რომ მეჩხუბობ. თუმცა ეგეც ხო? რა თქმა უნდა, ახლა ეგეც აგეთ ცოდნეს ძალიან დიდი მომავალი აქვს ამბიცაც. ბექას დავამატებდი, რომ ბექასაც დიდი მომავალი აქვს, რა თქმა უნდა. თუ იგზნობს თავის თავს და თუ დაინახავს თავის თავს და რინგს თუ შეიგზნობს ეს ბიჭი, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ანუ დიდ წარმატებას მიაღწიოს რა და ერთ-ერთი ორგანიზაცია იქნება, რომლებიც გაუკვლავენ გზას. კიდევ ჩვენი ბაზუკა, ჩვენი დინამიტიც, ჩემთან ერთად ვარჯიშობს და აი მონდომებულია, აი ხო ადამიანს თვალებში რო უყურებ, ხო ხდება, ხო უეცია ის რაღა ხო და ხედავ რა ანთია ეს ბიჭი გამიგა სუ განვითარებაზე მუშაობს კაი გრეპლინგი აქვს რატო არა ამბიციას მომავალი აქვს და წეგან მიშა მოთქვა რაგვარი ისინი მეგონა ნაყურები ნაცკერი მაქვს მაგ ხო გერმანიაში და ერთ ხარჯზეც ჩხუბი ეგ ბიჭიც ერთ-ერთი სერიოზული საპენიკია რა და რა ვიცი ძალიან მაგარი კარდი იქნება მე ფიქრობ რა და ძალიან რა ვიცი ხა თუ იმეს მართლა უნდა კაი სანახაობა და კაი ბრძოლების ყურება უნდა მოხვიდეთ მეგობრებო მარტო იმიტომ რომ ჩვენ ვართ ანუ ხარი უნდა დაუჭიროთ ერთმანეთს რა და ერთმანეთს რაფაელ მოვსესიანის დაგვემატა მაგასაც ერთმანეთს გვერდში უნდა დაუდგე ქართზე რაფო მოვსესიანიც იჩხუბებს კიდევ ერთი მებრძოლი ხო მეათე ჩხუბი სწორედ ამით დაიხურა ბოლოს უკვე ქართი და რაც შეეხება შოუს კიდე კი თქვენც იცით აი მომწონს ახლა ამათი შოუ კარგ შოუს აკეთებენ ნახოთ პრეზიდენტი დაგვირდა რომ რაღაც მე საინტერესო იქნება ყველა ივენთი ანუ კარგად დაორგანიზებული იყო რა დანარჩენი გამოჩნდება ხო და რავი მე მზათავ ვარ რომ ყველანაირად ხარში დაუდგე ყველას ესე ვიტყოდი სანამ სადმე კიდე ლევანიმთან ამ გერმანიაში ხო იჩხუბა ჩვენი ორგანიზაციაში და ჩემ მეორე ბრძოლა ეხლა სანამ იცის ჩვენი ორგანიზაცია კარგად იცის ჩვენ ისეთი შეთანხმებულები ვართ რომ მე დიდ ორგანიზაციებთან ეხლა სანამ კონტრაქტს გავაფორმებ მანამ აქ ვარ ვიბრძოლებ და გამოცდილებას რა თქმა უნდა კიდევ განვითარდები და ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა რა დანარჩენი ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს აი პირდაპირ გეუბნები ხა რამდენი კამარა სამი მსოფლიო კამარა მაქვს და სად არ მიჩხუბია და პირველი მსოფლიო კამარა ესე მაქვს მოგებული ამერიკაში და CFF-ში და ანუ ხო ხვდები, მაგრამ აი აქ რაღაცნაირი განცდა რა, ეხა კამარზე ბრძოლა გამიგე და საქართველოში ამ ხელა აუდიტორიის წინ ძალიან დიდი განცდა. ისეთი შეიძლება ვიღაცა არ ხვდება, ხო ხვდები 30-0-იანი, მაგრამ აი საპრობლემო საპენიკი მყავს, ასე ვთქვათ. და შეიძლება რაღაცა საფრთხეები შექმნას რა სიტუაციები და მე მზათა ვარ ყველაფრისთვის და ძალიან პირდაპირ ძალიან მჭირდება ეს კამარი რა. მე არ ვაპირებ ჯიგაჩირებას, რამოდენიმე წელია აქტიურ სპორტში ვიქნები და კიდე მინდა ძალიან ბევრი თქვა ამ სპორტში და ეს კამარი ჩემთვის ძალიან დიდ როლს ითამაშებს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის რა. ძალიან კარგი, დიდი იმედი მაქვს, რომ კარგი ჩხუბი იქნება და კარგი ბრძოლას ვარახავთ მართლა 4 აპრილს. შენ რაც გვეტყოლაშა და ამით მე მგონი დავამთავრებთ. კი, მე იმას ვიტყვი, რომ ეს ფოტოშორის რაც ლევანს კითხე, ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით ამ ქარდზე, მართლა ისეთი სახელოვანი ქართველი მებრძოლები ჩხუბობენ, რადგან მეც ვადევნებ ქართულ MMA-ის თვალს.
ჯერ კიდე ამერიკიდან და ისეთ სახელები ჩხუბობენ, რომელიც ბევრჯერ მსმენია, ძალიან გამოცდილი მებრძოლები და ხალხს მიმართავ, რომ შეიძინონ ბილეთები G-ზე, IFC 23-ზე, მოვიდნენ, გვიგულშემატკივრონ და ელოდებათ სანახაობრივი ბრძოლები, სისხლიანი, დაუნდობელი. ამდენად მეც მაგის იმედი მაქვს, რომ იქნება და დინამიტის აფეთქება. და დინამიტის აფეთქება და უბრალოდ დაველოდოთ 4 აპრილს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ Silk Sport 2-ზე იქნება პირდაპირ რეპორტაჟი, გარდა იმისა, რომ ლიდერბეთის ოფიციალურ არხზე გავა, ვებგვერდზე გავა პირდაპირ სტრიმი, ასევე Silk Sport 2-ზე და მე უკვე გამეორება იქნება Silk Universal-ზე, მადლობა Silk.net ხარდაჭერისთვის და რაც ყველაზე მთავარია, მართლა ისეთი დაპირისპირებები შედგა, რომ არ ღირს ნამდვილად ამის გამოტოვება, ასე რომ ყველას გელოდებით IFC 23-ზე. მადლობა თქვენ, რომ იყავით ჩვენთან ერთად. უპირველეს ყოვლისა გისურვებთ, მადლობა თქვენ. ძალიან კარგად ჩაიაროთ თქვენ მებრძოლებმა და რაც თავარია ტრავმის გარეშე რომ მალევე დაუბრუნდეთ ოქტაგონს. და მიშა, იმედი მაქვს, რომ კიდევ და კიდევ ძალიან ბევრი ღონისძიების დავამატებ, კაი თქვი ხა, მიშა, მაინტერესებს როგორც ვიცი 4 აპრილიდან სადღაც თვე-თვენახევარში კიდე არის, ხო? შემდეგი ივენტი. ქაიროში, უტეში. გოჩა და ანონსებს მაგას. გოჩა და ანონსებს. ცნობილი არის თუ არა, ეგ მაინტერესებს. კი, რიცხვი თარიღი გადაწყვეტილია, რომელ ქვეყანაში ჩატარდება და რომელ ქალაქში. მაგას გოჩა და ანონსებს 4 აპრილს ქვეყანასაც საქართველოში არ ჩატარდება. ანუ შეიძლება კამრის დაცვაზეც ვიფიქროთ, ხო? შესაძლებელია, რა თქმა უნდა. ლევან მაყაშვილი თავიდანვე დიდი გეგმებით არის. საინტერესოა 4 აპრილს გისურვებ მოგებას კამრის და მე შეიძლება კამრის დაცვაზეც ფიქრი. მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად. შევხვდებით უკვე ძალიან მალე 4 აპრილს სპორტის სასახლეში და თავის ძალიან მაგარი ბრძოლებით. მადლობა დინამიტს, მადლობა ლევან მაყაშვილს და მადლობა მიშა მესხს. მადლობა თქვენ.